ცოტა ხნის წინ თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გენიოსი. რას გულისხმობ, რაში გამოიხატება მისი გენიალურობა? თქვენ ახლა გაინტერესებთ ფაქტები, არ მგონია ეს ფაქტებიც საინტერესო იყოს. გენიალური გენიოსის დეფინირება ძალიან სუბიექტურია, ბუნებრივია და ამიტომაც თქვი, რომ ეს ჩემი აზრი იყო უბრალოდ. ჩემთვის ცოცხლად ვინ შემოხვედრია გენიოსები, მუსიკა თუ ხელოვნების დარგი თუ პოლიტიკა, გამოირჩევიან ერთი საერთო რამით, ეს ძალიან სუბიექტურად რომ ვთქვათ, საოცარი სიღრმე და სიბრძნე, იშვიათი და პლუს არიან ძალიან ბავშვურნი. ამ ორი თვისებით გამოვარჩევ ხოლმე. მე ვინ შემოხვედრია საერთო რაც აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის საერთოდ მარტა არგერიხი, ივრი გიტვისი, მიხეილ სააკაშვილი და ნუ აღარ გავაგრძელებ. ჩემი სფეროდან დავასახლე და პოლიტიკიდან მათ ეს ერთი საერთო ახასიათებდა. დანარჩენი უკვე დეტალებია, რომელიც ახალი პრეზიდენტი თუ მოგწონთ? არა, როგორც პრეზიდენტი არ მომწონს, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ პოლიტიკა მისთვის იყო ჰობი, შემდგომ გახდა პროფესია და დღეს საბოლოოდ უდრის დილეტანტ პოლიტიკოს. და პრეზიდენტად ცოტა, ჩემის აზრით, ცოტა საშიშია. ნუ გრძელვადიანად ყოველ შემთხვევაში საში იქნება, იმედია.